ვაგრძელებთ გადაცემას ფინანსური სექტორის რუბრიკით. საქართველოს ეროვნული ბანკი ინარჩუნებს მონეტარული პოლიტიკის ფრთხილ და კონსერვატიულ მიდგომას, შესაბამისად მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის კვლავ უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. რა ფაქტორებით ხსნის ქვეყნის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8%-ზე შენარჩუნებას, როგორ აიხსნება ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 5-დან 6.7%-მდე ზრდის გადაწყვეტილება და რა განაპირობებს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდას, რაც ბოლო მონაცემით 4,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ფასების სტაბილურობისა და ლარის წყიდველუნარიანობის შესანარჩუნებლად ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და გეგმებზე ვცვლად ეკატერინე მიქაბაძესთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან განვაგრძობთ საუბარს. მოგესალმებით, ქალბატონო ეკატერინე, დიდი მადლობა სტუმრობისთვის და თქვენი დროისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. საუბარი დავიწყოთ რეფინანსირების განაკვეთით. პირველ რიგში რომ განგვიმარტოთ, რა ფაქტორებმა განაპირობა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება უცვლელად 8%-ზე დატოვების და ასევე საინტერესოა მიმოვიხილოთ თითოეული სცენარი, როგორც ცენტრალური, ასევე დაბალი ინფლაციური და მაღალი ინფლაციური, სადაც თითოეულ მათგანში შეიძლება ითქვას, რომ გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობის რისკი დომინირებს. მოგეხსენებათ გუშინ 7 მაისს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება. რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 8% შეადგენს. როგორც ყოველთვის გადაწყვეტილების მთავარი საფუძველი, რა თქმა უნდა, ინფლაციური პროგნოზის, ინფლაციური მოლოდინების მიზნობრივ მაჩვენებელთა ახლოს შენარჩუნების საბაბია. მოლოდინებთან შესაბამისად. სწორედ ამის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, განხილული იქნა იმ რისკების შესაბამისი სცენარები, რომელიც დღეს გლობალურად არსებული ძალიან მაღალი გაურკვევლობის ფონზე არსებობს და აქედან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილება. დღეის მდგომარეობით აპრილის მონაცემებით უпростоრად ინფლაცია 3.9% შეადგენს, საბაზო ინფლაცია 2.3%-ია, შესაბამისად ფასების სტაბილურობა უზრუნველყოფილია. თუმცა გლობალურად არსებული ძალიან მაღალი გაურკვევლობის ფონზე ძალიან დიდია ინფლაციის როგორც დის, ისე შემცირების მიმართულებით არსებული რისკები. ცენტრალური სცენარის მიხედვით ამ რისკების სწორედ ზომიერ რეალიზაციას მოიაზრებს საქართველოს ეროვნული ბანკი და სწორედ ამაზე დაფუძნებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება. ამის ქვეშ რა იგულისხმება? ის, რომ გლობალური ფრაგმენტაციის პირობებში შესაძლო მიწოდების ჯაჭვების დარღვევის ზეწოლამ წარმოქმნას მიწოდების შოკი, რომელიც ჩვენს პარტნიორ ეკონომიკურ და მნიშვნელოვან ქვეყნებზე შეიძლება აისახოს, ამა რა თქმა უნდა გავლენა მოახდინოს საქართველოზე, ასევე მიწოდების ჯაჭვების რღვევამ, რა თქმა უნდა შეიძლება ინფლაციური წნეხი წარმოშოს, სწორედ ამიტომ შეინარჩუნა ეროვნულმა ბანკმა ფრთხილი მიდგომა და ცენტრალური სცენარში ზომიერი რისკების რეალიზაციის შესაბამისად მიიღო რეფინანსირების განაკვეთის 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება. ამავდროულად განხილული იქნა როგორც მაღალი ინფლაციური, ისე დაბალი ინფლაციური სცენარები. მაღალი ინფლაციურ სცენარში რისკების უკვე უფრო მეტად ესკალაციას მოვიაზრებთ. ეს გულისხმობს იმას, რომ კიდევ უფრო მეტად მოხდეს ფრაგმენტაცია, მიწოდების ჯაჭვების რღვევამ უფრო მაღალი ინფლაციური გარემო წარმოქმნას გლობალურად, რაც რა თქმა უნდა საქართველოში ფასებზე გავლენას მოახდენს. ამის საპირისპიროდ შესაძლოა ასევე დაბალი ინფლაციური, დისინფლაციური ეფექტები ჰქონდეს. ამის ქვეშ მოიაზრება ის, რომ შეიძლება ამ ფრაგმენტაციის პირობებში უფრო მეტად სწრაფად გადაეწყოს ეკონომიკები, რეგიონალიზაცია უფრო სწრაფად მოხდეს და შესაბამისად საქართველოს როგორც შუა დერეფნის ქვეყნის როლი უფრო მეტად წარმოჩიდეს. ეს რა თქმა უნდა საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს გაცილებით მეტად გაზრდის. ეს არის დამატებითი შემოდინებები მიმდინარე ანგარიშში,
რომელიც დადებითად აისახება კურსზე, ეს კი ფასებზე უკვე დისინფლაციური ეფექტით იქნება გამორჩეული შესაბამისად სცენარის ამ შემთხვევაში განვითარების შემთხვევაში ჩვენ გვექნება საშუალება ტრაექტორია უფრო ნაკლებად ფრთხილი იყოს მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გადაწყვეტილებების. კი ბატონო, ქალბატონო ეკატერინა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მცირე ღია ტიპის ეკონომიკის ქვეყანაა და გლობალური ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენზე. კონკრეტულად მინდა ჩაგეკითხოთ ამერიკის შეერთებული შტატების სატარიფო პოლიტიკაზე, რამაც მნიშვნელოვანი შეცვალა გლობალურად მოლოდინები და მთელი რიგი სენტიმენტები გააჩინა. ამ ნაწილში როგორია მოლოდინები? პირდაპირი გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ფაქტმა, თუ უკვე მეორადი გადაცემის ეფექტი იქნება გლობალურად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. დიახ, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვია ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა სატარიფო პოლიტიკამ, რომელიც მართალია გადავადდა, მაგრამ მაინც ძალაშია ის, რომ ძალიან მაღალია ტურბულენტობა. კონკრეტულად საქართველოს შემთხვევაში იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკის შეერთებული შტატებთან უშუალო პირდაპირი სავაჭრო კავშირები ძალიან მცირეა. პირდაპირი ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე, განსაკუთრებით ექსპორტის კუთხით, იქნება ძალიან დაბალი. დღეს მდგომარეობით ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი ექსპორტის წილი მთლიანი შიდა პროდუქციის 0.9% შეადგენს, ხოლო ექსპორტის 2.2%. შესაბამისი ფასების ელასტიურობის გათვალისწინებით, ყველა ეკონომიკური პარამეტრის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ ეს ეფექტი იქნება ძალიან მცირე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მთავარი საექსპორტო პროდუქტი ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთოდ არ ითვალისწინებს სატარიფო შეზღუდვებს. შესაბამისად, პირდაპირი გავლენა ძალიან მცირეა, მაგრამ ჩვენ მცირე ზომის ღია ეკონომიკა ვართ, რომელიც გლობალურ მოვლენებზე ძალიან დიდად არის დამოკიდებული. შესაბამისად, ზოგადად განვითარებული, გლობალურად განვითარებული მოვლენები, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს ჩვენზე, შესაძლოა მოახდინოს და სავარაუდოა. იქიდან გამომდინარე, რომ ამან შეიძლება გლობალურად შეფერხებები გამოიწვიოს, რაც ჩვენ თავარ სავაჭრო პარტნიორებში შესაძლო ეკონომიკური ზრდის შენელების საფუძველი გახდეს. ეს რა თქმა უნდა, უკვე ჩვენ შეიძლება ირიბად გადმოგვეცეს იგივე სავაჭრო არხებით, იგივე ფინანსური არხებით და შესაძლებელია, რომ ამან რა თქმა უნდა გავლენა მოახდინოს უკვე ირიბი მეორადი არხებით. გასაგებია. ქალბატონო ეკატერინე, ყოველთვის საინტერესოა ხოლმე და ისმის კითხვა უკვე შემდეგი მონეტარული პოლიტიკის ხდომაზე, რა ფაქტორებმა შეიძლება მოახდინოს გავლენა, ანუ რეფინანსირების განაკვეთი გაიზრდება, დარჩება იგივე თუ შემცირდება. სწორედ ამას შეეხება ჩემი შემდეგი კითხვა. თქვენს მიერ გავრცელებულ რელიზში, რა თქმა უნდა, აღნიშნულია, რომ ეს იქნება დამოკიდებული რისკების ანალიზზე და იმ საპროგნოზო სცენარებზე, რაც უკვე მიმოვიხილეთ, მაინც რა მთავარ ფაქტორს გამოყოფთ, რამაც შეიძლება მთავარი როლი ითამაშოს უკვე 18 ივნის რეფინანსირების განაკვეთის ზღვის დადგენაში. ჩვენ გადავედით, როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, რისკებზე დაფუძნებულ მიდგომაზე მონეტარული პოლიტიკის განხორციელებისას, სწორედაც რომ რისკების იმ ეტაპზე არსებული რისკების და სცენარებში გათვალისწინებული რისკების რეალიზაციის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას 18 ივნის, რა მიმდინარე სიტუაციაც იქნება ჩვენს ეკონომიკაში. თუ ჩვენ დავინახეთ, რომ რისკების უფრო ზომიერი, უფრო ნაკლები ინფლაციური სცენარის მიხედვით არსებული რისკების რეალიზაცია მოხდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს შესაძლებლობას მოგცემს, რომ გავაგრძელოთ მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია მისი ნეიტრალური დონის 7%-ის მიმართ, თუმცა თუ გამოიკვეთა უფრო მაღალი ინფლაციური რისკების რეალიზაციის სიტუაცია, მაშინ რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ან მიმდინარე მკაცრი პოზიცია შევინარჩუნოთ, ან კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ მონეტარული პოლიტიკა, რათა ინფლაციის მოლოდინები ისე სტაბილურად შევინარჩუნოთ, როგორც ეს დღეს გვაქვს.
კი ბატონო, გადავიდეთ ახლა საერთაშორისო სავალუტო რეზერვებზე. მონაცემები სწორედ გუშინ გახდა ცნობილი, გადაცემის დასაწყისშიც ვახსენეთ, რომ უკვე 4,5 მილიარდი დოლარია და მატება გასულ თვეს 208 მილიონი ამერიკული დოლარი იყო. ამ ნაწილშიც მინდა ფაქტორებზე გკითხოთ, რამ განაპირობა საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდის მაჩვენებელი ამ ეტაპზე და კიდევ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ და თქვენს კოლეგებს არაერთხელ გისაუბრიათ ამ საკითხზე, მინდა გთხოვოთ განმარტოთ რა არის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების რაობა იმისათვის, რომ მთელი რიგი სპეკულაციური მომენტები არის ხოლმე პერიოდულად საზოგადოებაში და შეხსენება იქნება. საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისათვის. ის არის ერთმნიშვნელოვნად გარანტორი მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით და სწორედ ამიტომაც საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის არის მიმართული იქითკენ, რომ რეზერვების დაგროვება მოვახდინოთ და ჩვენი სარეზერვო აქტივები ეფექტიანად ვმართოთ. სწორედ ამ პოლიტიკის შესაბამისად და იქიდან გამომდინარე, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები, რომელიც გაცვლით კურსს განსაზღვრავს, არის საკმაოდ ძლიერი და ბაზრის კონიუნქტურაც დღეს ბაზარზე არსებული გაცვლითი კურსის ბაზარზე არსებული სავალუტო ბაზარზე არსებული სიტუაცია გვაძლევს სამის საშუალებას ჩვენ ვაგრძელებთ შესყიდვას სავალუტო რეზერვების შესავსებად უცხოური ვალუტის მარტის თვეში 101.7 მილიონი ამერიკული დოლარი შევისყიდეთ მსგავსი ფუნდამენტური სიძლიერის პირობებში და ბაზრის ხელსაყრელ პირობებში აპრილშიც გაგრძელდა შესყიდვები, ამის სტატისტიკას უკვე 27 მაისს გავეცნობით, შესაბამისად ჩვენი პოლიტიკა ყოველთვის არის მიმართული იქითკენ, რომ რეზერვები შევავსოთ, როდესაც ამას გვაძლევს ეკონომიკა, ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების საშუალებას, ამის საშუალებას და როდესაც ბაზარზე არსებული ხელსაყრელი მდგომარეობა. ამ ეტაპისთვის როგორია თქვენი შეფასება? რამდენად არის ჩვენს ქვეყანაში რეზერვების მოცულობა ოპტიმალურ ნიშნულზე? საერთაშორისო ცნობილი არაერთი სტანდარტული მეტრიკის მიხედვით, მაგალითად იმპორტის თვეების მიხედვით, კოეფიციენტის მიხედვით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები დაახლოებით ოპტიმალურ დონეზეა, თუმცა კიდევ ერთხელ ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ ყოველთვის როცა მის საშუალება გვაქვს, რეზერვები შევავსოთ მის ადეკვატურ ოპტიმალურ დონემდე. კი ბატონო, და შევეხოთ ოქროს ნაწილსაც გასულ წელს დივერსიფიცირება მოახდინეთ თქვენ საერთაშორისო სავალუტო რეზერვების. მინდა გკითხოთ გადაწყვეტილების შესახებ, დღეს უკვე როგორ ფასდება ეს გადაწყვეტილება იმ ფონზე, როდესაც ოქროს ფასი შეუქცევადაც იზრდება, რამდენად სწორი იყო და ასევე დათვლადი შედეგი რას გვაჩვენებს? მე წაგან ვახსენე, რომ შევსებასთან ერთად სარეზერვო აქტივების ეფექტიანი მართვაც ერთ-ერთი უმთავრესი ჩვენი პრიორიტეტია. შესაბამისად, სწორედ ამ კონტექსტში დივერსიფიკაციის კონტექსტში იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება და ოქროს ფასის ზრდამ ნამდვილად აჩვენა, რომ ეს გადაწყვეტილება ოპტიმალური და საკმაოდ დროული იყო. ოქროს აქტივის შეძენიდან დღემდე რა თქმა უნდა ოქროს ფასის ზრდის გამო სარეზერვო აქტივებში ოქროს წილმა 16.8% შეადგინა, დაახლოებით 50%-ით არის გაზრდილი მისი ღირებულება 250 მილიონ დოლარს აჭარბებს ოქროს აქტივის მოცულობის და შესაბამისად ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დივერსიფიკაციის სტრატეგია ნამდვილად მართებული იყო. კი ბატონო, ასევე ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც გაზარდეთ და ამის შეფასებაც საინტერესო იქნება თქვენგან, რომ მოვისმინოთ 5%-დან 6.7%-მდე გაიზარდა მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. რა არის ერთადი განმაპირობებელი ფაქტორები? აქვე მაყურებელს შევახსენოთ, რომ 2025 წლის ბიუჯეტი 6%-იანი ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი და გარდა ამისა მსოფლიო ბანკის და ასევე სავალუტო ფონდის პროგნოზიც მიმდინარე წელს 6%-ია თუ არ შეიცვალა. კი ბატონო,
ფასების სტაბილურობის პარალელურად საქართველოში ნამდვილად ძალიან მაღალი ეკონომიკური აქტივობა ფიქსირდება. პირველი კვარტლის წინასწარი მონაცემების მიხედვით ეკონომიკური ზრდა 9.3%-ია. არსებული ძალიან მაღალი ეკონომიკური აქტივობა და ამასთან ფუნდამენტური ფაქტორების ძალიან ნელი ტემპით შემცირება მილევა არის სწორედ იმის საფუძველი, რომ ჩვენ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 6.7%-ისკენ გავზარდეთ. ერთმნიშვნელოვნად ეკონომიკური ზრდის სექტორული განაწილება აჩვენებს იმას, რომ ეკონომიკური პოტენციალის მაღალი ზრდის ტემპი კვლავ შენარჩუნებული. ამას მოწმობს ეკონომიკური ზრდის იმ სექტორებში არსებობა, რომელიც მაღალი პროდუქტიულობით გამოირჩევა. ეს არის ინფორმაციული ტექნოლოგიები, კომუნიკაციები, ტრანსპორტირება, მშენებლობა და სხვა სამეცნიერო და პროფესიული აქტივობები. სწორედ გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვნად განაპირობებს ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელზე მაღალ მაჩვენებლებს ერთობლივი მოთხოვნის აქტიურობაც. ამის საფუძველი, რა თქმა უნდა, საკრედიტო აქტივობა. ყველაფერმა ამან, რა თქმა უნდა, მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ და იმის მტკიცებულება, რომ გაგვეზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5-დან 6.7%-მდე. და ბოლოს ქალბატონო ეკა, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, ჩავაყენოთ ჩვენი მაყურებელი საქმის კურსში, რა ინსტრუმენტებს გამოიყენებს ეროვნული ბანკი იმისათვის, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდეს და შესაბამისად ფასების სტაბილურობა იყოს ქვეყანაში შენარჩუნებული. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რეფინანსირების განაკვეთია, რომლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უკვე გადაეცემა ერთობლივ მოთხოვნას და შემდგომ ფასებს. სწორედ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ მიღებული დროული გადაწყვეტილებები იყო და არის იმის საფუძველი, რომ გვაქვს სტაბილური ინფლაციური მოლოდინები და ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო მერყეობს. კიდევ ერთხელ თუ გამოიკვეთა მაღალი ინფლაციური რისკები და სცენარი განვითარდა მაღალი ინფლაციური სცენარის მიხედვით, ჩვენ რა თქმა უნდა ყველა სწორედ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილებით და ასევე სხვა ინსტრუმენტებით შევძლებთ იმას, რომ საშუალოვადიან გრძელვადიან პერიოდში სტაბილურად შევინარჩუნოთ ფასები მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს და ინფლაციური მოლოდინები ვმართოთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. დაგემშვიდობებით, მაყურებელს შევახსენებთ, ფინანსური სექტორის სტუმარი იყო ეკატერინე მიქაბაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და ვსაუბრობდით საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მიმდინარე მოვლენებსა და გეგმებზე.